დიდი ბრიტანეთის გაფრთხილება ქართულ ოცნებას თუ საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვას არ დაუბრუნდება გაერთიანებული სამეფოს შემდგომ ქმედებებს უყოყმანოდ განიხილავს. ოფიციალური გზავნილი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირადად გადასცა ლონდონში მყოფ საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი საგანელიძეს, რომელიც გუშინ უწყებაში გამოიძახეს და ქართული ოცნების მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი ცრუბრალდებების და საჯარო თავდასხმების გამო პროტესტი გადასცეს. ბრიტანეთის საგარეო უწყების პრეს-ცენტრის თანახმად შეხვედრა 30 ივნისს შედგა. ასევე პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი საგანელიძესთან საუბრის დროს ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს სულ უფრო საზიანო ტრაექტორიის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა ნათლად აჩვენა. გავლენიანი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის უახლესი მცდელობაა შეზღუდოს თავისუფლება და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, თუ ასეთი კვლავ გააჩნია ქართულ ოცნებას და მათ საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას. ლონდონში დროებით რწმუნებულის დაბარების პასუხად ჩალვა პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში თავად დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანების დაფინანსებასაც ცდილობდა. პაპუაშვილს არც დიდი ბრიტანეთის ელჩი გამორჩენია და ის ვენის კონვენციის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. პაპუაშვილმა გაკვირვება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს პოზიციის გამო და თქვა, რომ ქართული მხარე არა ცრუბრალდებებს, არამედ ფაქტებს ასახელებს. პირველი ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, როდესაც არჩევნებამდე 10 დღით ადრე საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა საჯაროდ ინტერვიუს სახით ქართული ოცნების წინააღმდეგ. გვაინტერესებს პასუხი, დაარღვია თუ არა მათი გაგებით ვენის კონვენციამ, ერთი და თუ დაარღვია, რას აპირებენ ამ მხრივ რომ მოიმოქმედონ. მეორე, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანები. ასე ხელის აქნევით საუბარი მუქარით მათ შორის რომ რაღაც სხვა ზომები იქნება. ეხლა ვიტყოდი რომ ეს ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, მაგრამ ევროპული ღირებულებები რომ უკვე აღარ არის საერთო საზომის სტანდარტი სამწუხაროდ ზოგიერთისთვის ესეც სამწუხარო მოვლენა არის. კიდევ ერთხელ, ხო ძალიან კონკრეტულ რაღაცებზე საუბართ, ფაქტებს უპასუხომ ფაქტებით და არა ბუნდოვანი შეფასებებით, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილი არის რეალობა. 27 ივნისს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოაქვეყნა ვრცელი დოკუმენტი, რომელიც არის გზამკვლევი თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოში რეგისტრირებულმა ბიზნესმა ბრიტანული სანქციების შესაბამისად. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ ბიზნესი ან მისი მფლობელი ჩართულია ისეთ საქმიანობაში, რამაც შეიძლება უკრაინაში რუსეთის ომს შეუწყოს ხელი, შესაძლოა დასანქცირდეს. დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების საფრთხების მიუხედავად ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათ არ ეშინიათ. დაძველდა ეს სანქციები, ვერავის ვერ აშინებენ ამ სანქციებით, ხო? როდესაც საქმე ეხება შენ სამშობლოს, ქვეყნის ინტერესთან, შენ იცი, რომ შენი ქმედებებით, როგორც საუბრის დასაწყისში გითხარ, ჩვენ არავის არ ვებრძოთ. როგორ შეიძლება ჩვენ ვებრძოდეთ ამ ბრიტანეთს, როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ევროპას, ამერიკას? წარმოუდგენელია. უბრალოდ გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარება. განსხვავებულად უყურებენ მდგომარეობას ქართულ ოპოზიციაში. მათი თქმით, საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის დაბარება აღქმული უნდა იყოს როგორც ბოლო გაფრთხილება და სიგნალი იმ სანქციებამდე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ამზადებს. ეს არის მკაცრი შენიშვნის ფორმატი, ასეთი ფორმატი არსებობს უკვე საუკუნეებია გაერთიანებულ სამეფოში და ამ ფორმატის აზრი და არსი არის ის, რომ კონკრეტულმა სახელმწიფომ შეიტყოს, რომ ბრიტანეთისთვის მიუღებელია მის მიერ გატარებული კურსი და რომ ამას შესაბამისად ექნება ეფექტები გაერთიანებულ სამეფოსა და ხსენებულ სახელმწიფოს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ასე რომ ეს უნდა აღვიქვათ როგორც ბოლო გაფრთხილება და სიგნალი იმ სანქციებამდე, რომელიც ვიცით რომ მოდის და ამავე დროს სამწუხაროდ ეს უნდა აღვიქვათ როგორც გაერთიანებული სამეფოს გაფრთხილება, რომ ის არის ორმხრივი ურთიერთობების აქტიური გადახედვის პროცესში, რაც რასაკვირველია აზარალებს საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ ქართველს, რადგან ბრიტანეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი გამორჩეულად მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენი ქვეყნის ერთგული ძველი მეგობრების მთავრობების მხრიდან ამგვარ მკაცრ შეფასებას ამ მოღალატური და კრიმინალური რეჟიმის ქმედებებისა, რომელმაც უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ყოველ წამს ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციას, ეს რეაქცია გასაგებია, ეს არის გულის ტკივილი ჩვენი მეგობრებისა, რომლებიც ხედავენ როგორ ანტიდემოკრატიულ, ანტიქართულ, ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს ეს მოღალატური რუსული კრიმინალური
რეჟიმი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრ სტივენ დაუთის ინიციატივით საქართველოში არსებულ ვითარებაზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ბენჟამინ ადადიმ გაავრცელა. მის მიერ იგზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ შეხვედრა ონლაინ გაიმართა და მასში შვედეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მაიკლ ჩეჩირე მონაწილეობდნენ. ბენჟამინ ადადიმ სოციალურ ქსელში კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია და ის უპასუხოდ არ დარჩება.